ურბანიზაცია. რა არის ურბანიზაცია? ურბანიზაცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს საქალაქოს. შიდა მიგრაციების განხილვისას აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე ეპოქაში ადგილი აქვს სოფლის მოსახლეობის გადასახლებას ქალაქში. ურბანიზაცია გახლავთ ცნება, რომლის ქვეშაც იგულისხმება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი დამახასიათებელი პროცესი ურბანული არეალების მოსახლეობის პროცენტული ზრდა სასოფლო არეალებთან შედარებით. სამეცნიერო ტექნიკურმა პროგრესმა, წარმოებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა ქალაქური ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში, რასაც მზარდი ხასიათი აქვს მთელს მსოფლიოში. აქ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს ქალაქის მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობას მთელ მოსახლეობაში წლების მიხედვით, დაწყებული 1950 წლიდან დამთავრებული 2000 წლამდე. ასევე აქ მოცემულია 2003 წლის პროგნოზი. ურბანული საზოგადოების პროცენტული ზრდა მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში მოცემულია მსოფლიო მასშტაბით, განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებად ქვეყნებში. ყველა აქ მოცემულ შემთხვევაში შეინიშნება ქალაქის მოსახლეობის ზრდის ტენდენცია. ასევე ნაჩვენებია ის, რომ თუკი ურბანიზაციის არსებული ხარისხი შენარჩუნდება, მომავალში იგი უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. გამოყოფენ ურბანიზაციის რამოდენიმე ეტაპს. პირველი, საწყისი ეტაპი, იწყება მე-18 საუკუნის ბოლოს და მოიცავს მე-19 საუკუნეს. ამ ეტაპზე ურბანიზაცია მოიცვა ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. მეორე, შუა ეტაპი. იგი მოიცავს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარს. ამ ეტაპზე ურბანიზაციის პროცესი შეეხო მსოფლიო რეგიონების უმეტესობას. მესამე, თანამედროვე ეტაპი იწყება მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან და დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის დაჩქარებული ტემპით ზრდა ყველგან. ამ ეტაპზე ურბანიზაციამ გლობალური ხასიათი მიიღო. ურბანიზაციის პროცესის აღსაწერად გამოიყენება შემდეგი რაოდენობრივი მახასიათებლები: ურბანიზაციის დონე, ურბანიზაციის ხარისხი, მეტროპოლიზაციის ხარისხი. რა სხვაობაა მათში? ურბანიზაციის დონე გულისხმობს ქალაქის მოსახლეობის ხვედრით წილს მთელ მოსახლეობაში, ანუ ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში. ურბანიზაციის ხარისხი ნიშნავს დიდ ქალაქებში მცხოვრებთა ხვედრით წილს მთელ მოსახლეობაში. ამ შემთხვევაში მხოლოდ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას ვადარებთ მთელ მოსახლეობას. ხოლო მეტროპოლიზაციის ხარისხი გულისხმობს დიდ ქალაქების მოსახლეობის წილს საქალაქო მოსახლეობაში. ანუ ერთის მხრივ ვიღებთ დიდი ქალაქის მოსახლეობას, მეორეს მხრივ ზოგადად ქალაქის მოსახლეობას. ეს მეტროპოლიზაციის ხარისხის დათვლის დროს მხედველობაში არ მიიღება სასოფლო განსახლების მოსახლეობა. ურბანიზაციის დონის მიხედვით მსოფლიო ქვეყნები სამ ჯგუფად იყოფა: მაღალ ურბანიზებული, რომლის საზოგადოებაში ურბანიზებული მოსახლეობა შეადგენს 50%-ზე მეტს, საშუალოდ ურბანიზებული, როდესაც ქვეყნის მოსახლეობაში 20-დან 50% ურბანული საზოგადოება, დაბალ ურბანიზებული, როდესაც ქალაქში ცხოვრები მოსახლეობა მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 20% შეადგენს, ან იმაზე მცირეს. ამ რუკაზე ქვეყნები გამოსახულია ურბანიზაციის დონის მიხედვით. მუქი ფერი აღნიშნავს მაღალ ურბანიზებულ ქვეყნებს, ხოლო ღია ფერი დაბალ ურბანიზებულს. რაც უფრო მუქდება ფერი, ურბანიზაციის დონე მატულობს. აღნიშნული რუკა გვიჩვენებს დედამიწის განათებულ ადგილებს. რუკა შედგენილია კოსმოსიდან მიღებული ფოტოების მიხედვით, NASA-ს მასალებზე დაყრდნობით. რუკაზე გამოსახული მსხვილი ნათელი წერტილები გვიჩვენებს ურბანიზებულ არეალებს. ეს რუკაც ურბანიზაციის დონის მაჩვენებელია. აქ გამოსახულია ურბანული მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა მთელ მოსახლეობაში. განვითარებული ქვეყნების ურბანიზაციის დონე თავდაპირველად მნიშვნელოვნად აჭარბებდა განვითარებადი ქვეყნებისაც, თუმცა ამ უკანასკნელში პროცესმა დაჩქარებული ხასიათი მიიღო. ამჟამად ლათინური ამერიკის ქალაქის მოსახლეობა მთელ მოსახლეობაში შეადგენს 2/3-ს.
გაცილებით დაბალია ურბანიზაციის მაჩვენებელი აზიის ქვეყნებში და აფრიკის ქვეყნებშიც რუკაზეც კარგად ჩანს ხადია ღია ფერით გამოსახულია დაბალ ურბანიზებული არეალები. ჩნდება კითხვა არის თუ არა ურბანიზაციის პროცესი ანალოგიური განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, რა მსგავსება და განსხვავება მათ შორის. რა თქმა უნდა, არსებობს ურბანიზაციის ფაქტორები, რომლებიც მსგავსია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, თუმცა აქვე შეინიშნება მთელი რიგი განსხვავება. მსგავსებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს მოსახლეობის ქალაქში მიზიდვის ფაქტორს. განვითარება და განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა ქალაქში გადადის საცხოვრებლად სამსახურის გამო ან დასაქმების მიზნით. ანუ ეს ფაქტორები ორივესთვის არის დამახასიათებელი. არსებობს მთელი რიგი განსხვავებები, მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში ხშირად სოფელში მოსახლეობის დატვირთვა იზრდება. მიწა არ არის საკმარის, რომ დააკმაყოფილოს გაზრდილი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნილება. ხშირად ადგილი აქვს გვალვას და არამოსავლიან წელს შეიძლება შიმშილიც კი მოყვეს. ეს უბიძგებს სოფლის მოსახლეობას გადავიდეს საცხოვრებლად ქალაქში. ასევე ამ შემთხვევაში ურბანიზაციის ფაქტორი ხდება სხვადასხვა სტიქიური მოვლენები. განვითარებად ქვეყნებში ხშირად ურბანიზაციის ფაქტორად ქცეულა სამოქალაქო ომიც. ქალაქში მოსახლეობას სოფლიდან იზიდავს განათლების შესაძლებლობა, უკეთესი ინფრასტრუქტურა და ცხოვრების უფრო საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა. განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, განვითარებად ქვეყნებში დასახლების იერარქია სხვაგვარია. ხშირად განვითარებად ქვეყანას ახასიათებს ერთი დიდი ქალაქის არსებობა, რომლის მოსახლეობა 10-ჯერ აღემატება ამავე ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობას. ურბანიზაციის პროცესი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო გვიან დაიწყო განვითარებად ქვეყნებში 50-იანი წლებიდან კერძოდ. განვითარებადი ქვეყნების ურბანიზებული მოსახლეობა ხარისხობრივად განსხვავდება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ქალაქის მოსახლეობისაგან. სოფლიდან ჩამოსული მიგრანტები ძნელად ეგუებიან ქალაქს. მათ უძნელდებათ ქალაქურ ცხოვრების წესზე გადასვლა. ასეთი მოსახლეობის რიცხვის ზრდა მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ტვირთად აწვება ქალაქს. ამ პროცესს ფსევდოურბანიზაცია, ანუ ცრუ ურბანიზაცია ეწოდება. საქალაქო საზოგადოების აღნიშნული ნაწილისთვის დამახასიათებელია სოფლის ჩვეული ცხოვრების წესის შემოტანა და დამკვიდრება ქალაქში. პროცესს, რომლის დროსაც სოფლიდან დაძრული და ქალაქში ჩასახლებული დიდი მასა ვერ ითვისებს ქალაქური ცხოვრების წესს და რჩება სოფლური ქცევის მატარებლად, ეწოდება რურალიზაცია. წარმოდგება ინგლისური სიტყვიდან rural, რაც ნიშნავს სასოფლოს. რურალიზაციის გამოვლინებაა ბოსტნების მოწყობა და საქონლის შენახვა ქალაქის პირობებში. მაშინ, როდესაც განვითარებად ქვეყნებში ინტენსიურად მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი, მრავალ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში შეინიშნება ქალაქიდან მოსახლეობის გადინების პროცესი, რაც განპირობებულია ქალაქის შეძლებული ფენების მოსახლეობის გარეუბანში საცხოვრებლად გადასვლით. აღნიშნულ პროცესს სუბურბანიზაცია ეწოდება. სუბურბანიზაციის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორებია ქალაქის ცენტრში საცხოვრებლის ფასების ზრდა, ქალაქის გარემოს ეკოლოგიური პირობების გაუარესება, საგარეუბნო ზონასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო პირობების გაუმჯობესება და ასე შემდეგ.